გამარჯობა მეგობრებო, დღეს ბევრი ადამიანს აჩუქებს ქუსლის ტკივილი და ყველა ესე ფიქრობს, რომ პექი ცუდად დავდებთ სადმე და იმის მერე ეს პექის ტკივილი, ქუსლის ტკივილი გამიგრძელდა. ჯოგი ფიქრობს, მე რბილი პექსაწმელი, ყიდულობს რბილი პექსაწმელი, არ გაივლის. მიდიხარ მასაჟებში, მიდიხარ სხვადასხვა ექიმებში, აპარატებით შემოსულა, რაღაცა აპარატია, ქუსლის ტკივილის წინამდგო რაღაცა, მაგრამ მიზეზი რა არის? ეს ქუსლის ტკივილი რა არის? მიზეზი ჩვენი ეს არის, რომ უნდა ისწავლო აქ რა ხდება. ქუსლის ტკივილის სამი მიზეზია. პირველი არის ანთება იმ ადგილზე. ანთება ეს თქვენ შეგიძლია ნახოთ, რომ როგორი ტკივილია. ჯოგ ადამიანს პექი დავლა დადებაც არ შეუძლია, იმ დონეზე ტკივილია. მეორე ეს არის მაგნეზიუმის დეფიციტი. მაგნეზიუმი არსებობს ჩვენი სისხლში მარტო 1%. დანარჩენი მაგნეზიუმი უჯრედებშია, რომელიც ანალიზი არ არსებობს. ანალიზი თქვენ რო აკეთებს, ეს მარტო 1%-ის სისხლში რო არის, მაგისი ანალიზი კეთდება, მაგი ანალიზი არ არსებობს. ეს სიმპტომია, რომ მაგნეზიუმის დეფიციტია. მესამე D ვიტამინის ქრონიკული დეფიციტი. D ვიტამინი არის ანთების საწინააღმდეგო მეგობრებო, როცა ნაკლებობა მიდის, ნახე, მაგნეზიუმი, D ვიტამინი. ერთი დალევს, მეორე ქვევით წავა. მეორე ბევრი დალევს, ერთი ქვევით წავა. იმიტომ D3, კაური, მაგნეზიუმი არსებობს ერთი დალევაში. თუ თქვენ დაიწყებს დალევა D ვიტამინი, მაგნიუმი და კაური იგივეა. ეს არის კალციფიკაცია მეგობრებო. ანთება, D ვიტამინის ნაკლებობა და მაგნეზიუმის ნაკლებობა, მესამე მიზეზი არის კალციფიკაცია. კიდე კაი, ეს თქვენ კალციფიკაცია მოხდა ქუსლში. ეს კალციფიკაცია შეიძლება სხვაგანაც მომხდარი იყო. კიდე კაი პექზეა. ეს ტკივილი შეიძლება და სხვაგანაც. კალციფიკაცია რო დაბლა წავიდე, იგივეა D ვიტამინი და მაგნეზიუმი კაორთან ერთად დაგექმარება, რომ ეს ქუსლის ტკივილი სამუდამოდ გაიარო. არ არსებობს სხვა მაგისი წამალი. წამალი ერთხელ შეიძლება ტკივილი გაგაქროთ, ეს უკვე ნერვეზული სისტემას თიშავ, რომ თქვენ არ იგრძნოთ ეს ტკივილი, მაგრამ ტკივილი იქ არის. მაგისი მოშორება ხდება მარტო მაგნეზიუმის დალევას. მაგნეზიუმი რამდენი უნდა დალიო? მაგნეზიუმი დაახლოებით 500 მილიგრამი. 500 მილიგრამი დღეში. მაგრამ საქართველოში მე მინახია 350 ან 400-იანი დოზით იყიდება. შეგიძლია თუ არის ძალიან ტკივილი 400 დილით, 400 საგამოთი, 350 დილით, 350 საგამოთი. D ვიტამინი. რამდენი D ვიტამინი ყოველთვის კაორთან 10000 მინიმუმ უნდა დალიო. რამდენი ხანი უნდა დალიო? დაახლოებით 2-3 თვე უნდა დალიო, სანამ არსებობს ეს ანთებითი პროცესი, რომელიც მომხდარა ზედმეტი კალციფიკაციის გამო. ერთი მასაჟი ჭირდება მაგას, რომელი მასაჟი ეხლა გაჩვენებს. აქ ქუსლია ეს ტკივა, არადროს ესე არ გააკეთო, იმიტომ ანთება აქ ამ ადგილებზე უფრო მეტი გააქტიურდება, ეს პირიქით უნდა ნახე, ესე. ესე, ნახე. ესე. დღესი 3-4-ზერ გააკეთე ეს მასაჟი. პირველივე გაკეთებაშივე იგრძნობთ მეგობრებო, რომ შედეგიანია. და ბოლოს ანთება რომ არ გააგრძელდე, კი ბატონო, დაგეხმარება D ვიტამინი, მაგნიუმი, კაური, ეს ყველაფერი, შაქრი და ცომეული საწმელი შეამცირე და მიეცი ორგანიზმ თავი რო დაალაგოთ. მაგისთვის რა ჭირდება? 8 საათიანი ფანჯარაში ჭამე საწმელი, ანუ პირველი საწმელი რო ჭამს 12-ზე,
8 საათამდე ჭამე ბოლო საწმელი. ეს ფანჯარა ხონდე ჭამისთვის და ღამე 8 საათის მერე არ აჭამო, თელი ღამე გავა დაახლოებით 12 საათი ისე იქნება და მეორე დღე 12 საათამდე თუ თქვენ არ აჭამს, ორგანიზმი დაიწყებს დალაგება თვითონ თავისი. ანთება შემჭირდება, D ვიტამინი, მაგნიუმი და კაური, ეს კალცია მოშორდება იმ ადგილიდან და ეს თქვენი ქუსლის ტკივილი სამუდამოდ გაივლით. სხვა მასაჟი, თბილი რაღაცა რო დადო არ არსებობს. კარგად, ჯანმრთელად და არ დაგავიწყდე, მეგობრებში გაგზავნა და არხის გამოწერა.